მოკლედ გრიპზე უკვე ვისაუბრეთ და თემა, რომელსაც ახლა წარვადგენთ, ასევე ძალიან აქტუალურია, რადგან წელიწადის ამ დროს მთელ მსოფლიოში მომატებულია ანტიბიოტიკების მოხმარება, რასაც ბევრი ექსპერტი სეზონური გრიპის ინფექციების გართულებების მკურნალობით ხსნის. ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ მაშინ, თუ გვაქვს ბაქტერიით გართულებული რაიმე სხვა ინფექცია. თავნებობა თავად დიაგნოზის დასმა არ არის სწორი. მართალი ხარკოვტა დაუშვებელი არის ნამდვილად ანტიბიოტიკოთერაპიის თვითნებურად გამოყენება, ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს საუბრობ, თუმცა ხდება და არის მომენტები, როგორც აღნიშნე, რადგანაც აუცილებელი და საჭირო არის ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენება, ვინაიდან ის გამოიყენება ძალიან ბევრი დაავადების სამკურნალოდ, თუმცა სამწუხაროდ ანტიბიოტიკოთერაპიას ასევე გააჩნია უარყოფითი ზეგავლენა ჩვენს ორგანიზმზე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და რიგ შემთხვევებში ის იწვევს ხშირად დიარეას, ანუ ფაღარაც, რა დროსაც საჭირო ხდება ხოლმე გარკვეული მედიკამენტების ჩართულობა. ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეა, ეს არის დიარეა, რომელიც შეიძლება დაეწყოს ადამიანს უშუალოდ ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ, ვთქვათ, დაწყებიდან 2 დღეში, თუმცა ეს არის ასევე დიარეა, რომელიც ანტიბიოტიკის დამთავრების შემდეგ 2 თვის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს. ის ზოგჯერ იწყება მწვავედ, ზოგჯერ არის გახანგრძლივებული მიმდინარეობის. ანტიბიოტიკები მოქმედებს არა მარტო იმ გამომწვევზე, რისთვისაც თუნდაც ექიმი ამ ანტიბიოტიკს ნიშნავს, არამედ ის ასევე ანადგურებს ჩვენს კუჭ-ნაწლავში არსებულ ჩვენთვის სასარგებლო, ჩვენს მეგობარ ბაქტერიებს. ამიტომ ვილინდება ეგრეთ წოდებული დისბიოზი, ანუ თანაფარდობა ჩვენი მეგობარი და პათოლოგიური ბაქტერიების ხდება ამ თანაფარდობის დარღვევა და ამის ფონზე შესაძლებელია განვითარდეს დიარეა. მათ შორის ყველაზე მძიმედ მიმდინარე არის ერთ-ერთი გამომწვევის მიერ გამოწვეული დიარეა, ეგრეთ წოდებული კლოსტრიდია დიფიცილე, იწვევს დაავადებას, რომელიც შეიძლება საკმაოდ რთულად მიმდინარეობდეს, ისევ ანტიბიოტიკოთერაპიას საჭიროებდეს და ზოგჯერ საჭიროა ხოლმე განავლოვანი მასის ტრანსპლანტაციაც ამ დროს. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ანტიბიოტიკ ასოცირებულ დიარეაზე და ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ივანე ბოკერია სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ეკა ყიფიანი და საერთაშორისო ფარმაცევტიული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი თამარ ნანობაშვილი. და რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ იმ პროდუქტებზე და იმ მედიკამენტებზე, რომელთა გამოყენებითაც ჩვენ შესაძლებელია ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეა ავიცილოთ თავიდან. მოგესალმებით თამარ ეკა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ეკა, პირველი კითხვა თქვენთან მექნებათ. თუ შეიძლება გითხარით, რატომ დგას ეს არარაციონალურად ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენების ამხელა პრობლემატიკა მსოფლიოში და რატომღაც საქართველოს აქ სამწუხაროდ ცუდი გაგებით გამოირჩევა კიდევაც? მოგესალმებით, ნამდვილად ძალიან საინტერესო საკითხია ზოგადად ყველაფერი, რაც უკავშირდება და ტრიალებს ანტიბიოტიკის ირგვლივ. არ არის ნამდვილად სახარბიელო სტატისტიკა და არც საქართველოს ჩამორჩება გეთახმებით ამ ამბავს. 50%-ზე მეტ შემთხვევაში, რასაც ოფიციალური წყაროები გვეუბნებიან, ანტიბიოტიკი დანიშნულია არამიზნობრივად, არასაჭიროებისთვის შესაბამის ჩვენების გარეშე. რატომაც დგას ეს საფრთხე, რისაც ჩვენ ძალიან გვეშინია, ეს არის ის სავალალო პროგნოზი, რასაც გვეუბნებიან, რომ მაგალითად 2050 წლისთვის 10 მილიონამდე ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ანტიბიოტიკო რეზისტენტობის გამო. რატომ მარტივი გასაგები რომ იყოს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თავის დროზე სწორედ ანტიბიოტიკმა გვიხსნა, მაგრამ დღეს იქნება მდგომარეობები, როდესაც უბრალოდ წამალი არ გვაქვს, რითაც ჩვენ ამ ბაქტერიულ მდგომარეობებს უმკურნალებთ. შესაბამისად, ეს გამოწვევა დგას განსაკუთრებით ალბათ პედიატრების წინ, იმიტომ რომ ავადობის სიხშირე მოგეხსენებათ ბავშვების საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით 10 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელიც მინიმუმ 5-6ჯერ ავადობენ წლის განმავლობაში, შესაბამისად ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქნას მიქცეული, რომ ეს რეზისტენტობა თავიდან იქნას ცილებული უკვე სამომავლოდ. ეკა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ანტიბიოტიკებთან ასოცირებულია ბევრი სხვადასხვა პრობლემა, დაწყებული ალერგიული რეაქციები და ეს ალერგიული რეაქციები სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ხშირში არა, მაგრამ შესაძლებელია იყოს, თქვათ, ანაფილაქსიური რეაქციაც, თუმცა ამასთან ერთად საკმაოდ ხშირია ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეის განვითარება. ზოგჯერ პაციენტს ძალიან უჭირს, თქვათ, იმის გააზრება, რომ აი 2 თვის
განმავლობაში ანტიბიოტიკი ერთი თვის წინ მიიღო და ეს დიარეა, რომელიც დაეწყო, ვთქვათ, მასთან არის დაკავშირებული. როგორ შეიძლება ამ პრობლემის თავიდან აცილება და რითი არის საშიში ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეა? დიარეა ზოგადად, ხო, გავმარტოთ, ის იქნება ასოცირებული ანტიბიოტიკს პარალელურად თუ მის გარეშე არის ძალიან საყურადღებო სიმპტომი, რომელიც 5 ეულშია ჰოსპიტალიზაციის ჩამონათვალს შორის. შესაბამისად, პირველი მაჩვენებელიც ასევე. პირველი რაც უნდა ვიცოდეთ ალბათ, დიარეას დეფინიცია მივცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც არის 24 საათში მინიმუმ 3-ზე მეტი მოქმედება და ძალიან მნიშვნელოვანია აქვე ყურადღება მიექცეს უშუალოდ კონსტიტენციას განავლის და მოცულობას და რაც უფრო მცირე ასაკის ბავშვი, რაც უფრო მცირე ასაკის ბავშვი, აი სწორედ მოცულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წონის კარგვის და დეფიციტის კუთხით. Ну, მიზეზი, რა თქმა უნდა, შეიძლება ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექცია იყოს და არსებობს არაინფექციური მიზეზები და მათ შორის არის სწორედ ანტიბიოტიკთან ასოცირებული დიარეა. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ხშირად ვიწყებთ რაღაც პირდაპირ აი ამ რომელიმე ჭრილში ამ დიარეის განხილვას, მაშინ როდესაც უნდა ვიცოდეთ, რომ 8 კვირის განმავლობაში აბსოლუტურად თავისუფლად შესაძლებელია ის იყოს მიღებული, ჩატარებული მკურნალობის გამოძახილი და თავარი პრევენცია ამის არის, რა თქმა უნდა, აქცენტის გაკეთება იმ ჯანსაღ მიკროფლორაზე, რომელიც ნიშნავს, რომ დაირღვა, რადგან ჩვენ გვაქვს დიარეა, მიკრობიოტის დისფუნქცია სწორედ გამოხატულია ეს განავლოვანი მასის ცვლილება, წყლის შემცველი განავალი და ასე შემდეგ, რომელსაც ახლავს რასაკვირველია თავის რისკები, ამიტომ ამ დროს პირველი რაზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ეს არის აღვადგინოთ დარღვეული მიკროფლორა. ზოგადად რო განვარტოთ მოსახლეობისთვის, ჩვენი მაყურებლებისთვის, რა ფუნქცია, რა როლი აქვს იმ მიკრობიოტას, რომელიც ნადგურდება სწორედ ანტიბიოტიკების მიღების შემდგომ, მაშინ, როდესაც არასწორად არის გამოყენებული, ან არ მასრულებთ იმ გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს, რომელიც აუცილებელია, რომ დავიცვათ. კი ბატონო, ну მიკროფლორაზე საუბარი ალბათ დაუსრულებად შეიძლება. პირველი და ყველაზე ისეთი რაც შეიძლება ვთქვათ, ეს არის ალბათ რომ გადავხედოთ თანამედროვე მედიცინის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდია დღეს, ხო? იმიტომ რომ ადრე თუ განიხილებოდა ნაწლავური ფლორის ეს მთელი ცოცხალი შემადგენლობა, როგორც მოქმედი და პასუხისმგებელი კუჭ-ნაწლავის სისტემაზე, მხოლოდ შეწოვა მონელება, აბსოლუტურად შეწოვა მონელება, გასაგებია ვიტამინების სინთეზი და ასე შემდეგ. დღეს უკვე ის არის სისტემა, რომელიც აბსოლუტურად კავშირშია ყველანაირ ფუნქციასთან, რომელსაც კი ჩვენი ორგანიზმი ახორციელებს, ხო, ყველაზე შორით რო დავიწყოთ თავის ტვინსა და ბიოტას შორის კავშირი, ამიტომ არის დღეს ძალიან აქტიურად უკვე განხილვა იგივე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან, იგივე შფოთვისშ აშლობების თუ დეპრესიების დროს ამის ჩართულობა. ამით იმის თქვა მინდა, რომ აი ეს უმნიშვნელოვანესი მისი სწორად ფუნქციონირება და ეს მშობლების ყველაზე საყვარელი კითხვაც, ხო, იმუნიტეტი რითი გავაძლიეროთ. განსაკუთრებით ყოველს აქტუალურია, მაგრამ ნუ ეხ მოგეხსენებათ სეზონზე განსაკუთრებით. აი მარტივი გასაღებია ზუსტად ის, რომ აბსოლუტურად სწორად უნდა ფუნქციონირებდეს ჩვენი მეგობარი ბაქტერიები, რასაც ჩვენ ვეძახით ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც როგორც კი მოვლენ არათანხვედრაში უკვე პათოგენურ ფლორასთან, ანუ ეს იქნება გამოწვეული ძალიან ბევრი მიზეზით. შესაბამისად, პირველი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს დისბალანსი უნდა იქნას აღმოფხვრილი და გეთანხმებით ამისთვის აუცილებელია სწორი მკურნალობა, სწორი შტამით, დადასტურებულად მოფუნქციონირება შტამით და სწორი დოზირებით და ხანგრძლივობით ასე. ყოველთვის უნდა მიიღოს თუ არა პრობიოტიკი ადამიანმა, როცა ანტიბიოტიკოთერაპიას იტარებს. ეს არის ძალიან საყურადღებო იმ კუთხით, რომ ჩვენ დიარეას უნდა შევხედოთ როგორც ერთ-ერთ საშიშ მდგომარეობას ბავშვებში მათ შორის და არა მარტო ბავშვებში, სიცოცხლისათვის და რატომ? იმიტომ რომ ამ დროს ხდება დეჰიდრატაცია, რომ გავმარტოთ, ხო, სითხის კარგვა და არა მარტო სითხესთან ერთად კარგავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიკროელემენტებს პაციენტი, ხო? შესაბამისად, ერთია რომ გავაკეთოთ პრევენცია, ვთქვათ, იყოს კომბინირებულად ანტიბიოტიკებთან ერთად დანიშნული პრობიოტიკი და მეორე თუ კი დადგა ეს და ჩვენ ვახსენეთ ხო გვიანი შედეგი რომელიც ასევე შეიძლება იქნას გამოწვეული აუცილებელია მოხდეს დიარეის სწორი მართვა. აქ ალბათ მნიშვნელოვანია მშობელმა იცოდეს რომ გარკვეული ნიშნებია რომელიც შესაძლებელია სახლის პირობებში იქნას მიხედილი მაგალითად თუ კი ადეკვატურად ვიწყებთ მკურნალობას პრობიოტიკით პლუს ბავშვს შეუძლია მიიღოს სითხე და საკვები, ну განსაკუთრებით სითხეზე გვაქვს ამ დროს აქცენტი და აქვე შეიძლება გამოგვადგეს პრაქტიკულად რომ არანაირი დიეტა ესეთ ბავშვებს არ სჭირდებათ. ერთადერთი შეიძლება შეიზღუდოს ხილი, ოღონდ არასრულად. შესაბამისად, პრობიოტიკი უნდა იქნას შერჩეული, არის გარკვეული შტამი, რომელიც მაგალითად სახარომისთვის ბულვარდი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლილი პრობიოტიკი.
და ზოგადად მედიკამენტებსაც კი რომ გადავხედოთ, ამ ხელა ისტორია ალბათ ძალიან ცოტას აქვს. ეს არის შედარებული კომბინირებულად სხვა შტამებთან, გარკვეული მდგომარეობების დროს ჩვენ მაგალითად მხოლოდ ამ შტამზე ვაკეთებთ აქცენტს, არის ასევე არჩევანი, როდესაც ვთქვათ, იგივე კოლიკის ან სხვა აი ამ პრობიოტიკების პრობლემის გამო წარმოქმნილი სხვა დისფუნქციური მოქმედების ყაბზობა იქნება თუ ასე შემდეგ, სხვა ჯგუფს ვირჩევთ. შესაბამისად, თავარია იქნას შეფასებული სწორად, დიარეის შემთხვევაში იცოდეს მშობელმა, რომ აქ არ არის იმ დონის სითხის კარგვა, რომ ბავშვი თვის იყოს სიცოცხლისათვის საშიში, ანტიბიოტიკის სწორი დოზირებით და სწორი ხანგრძლივობით და პარალელურად უნდა იქნას შერჩეული სწორი პრობიოტიკი. მადლობა. დავამატებ, რომ პრობიოტიკის აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იყოს შერჩეული, იმიტომ რომ შტამების მიხედვით აბსოლუტურად განსხვავებულია და სხვადასხვა პრობლემის დროს სხვადასხვა შტამი გვჭირდება, რასაც თვითნებურად, რა თქმა უნდა, მშობელი ვერ განსაზღვრავს. მადლობა მაიკო, მადლობა იკა, თამარ თქვენთან შეიძლება გადმოვიდეთ კითხვით, უკვე მე მგონი დროა. გავისვოთ იმ პროდუქციას, რასაც მაგალითად GM Pharma გვთავაზობთ, რა ასორტიმენტია და რა რეკომენდაციებს მისცემთ მომხმარებელს, როდესაც შევა სააფთიაქო ქსელში. კი ბატონო, მადლობა. მოგესალმებით, თქვენს მაყურებელსაც მივესალმები. დავიწყებ იქიდან, ვიდრე GM Pharma-ს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე ვისაუბრებ, რომ აი ზუსტად ეკამ როგორც თქვა, ხო, ტრენდშიაო დღეს ნაძლაური მიკრობიოტა და შესაბამისად პრობიოტიკები, პრებიოტიკები ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს დღეს მსოფლიოს ბაზარზე და საქართველოს ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. არსებობს ესეთი პრედა პრობიოტიკების საერთაშორისო ასოციაციაც, რომელიც თავის კრიტერიუმებს გვთავაზობს, როგორი უნდა იყოს კარგი პრობიოტიკი, კარგი პრებიოტიკი. და დღეს ყველა პრობიოტიკულ შტამს ერთ ქვაბში აღარ ვხარშავთ, ესე ვთქვათ, არის როგორც თქვენ თქვით ქაუზომაია, პერსონალიზებული მიდგომა კონკრეტული შტამის მიმართ. ნამდვილად ესეა და დღეს რას გვეუბნება მედიცინა, როგორი უნდა იყოს კარგი პრობიოტიკი. პირველ რიგში გვეუბნებიან, რომ წარმოებელი კომპანია უნდა იყოს ძალიან მაღალი სანდო, მაღალი ხარისხის და მაღალი სტანდარტებით უნდა აწარმოებდეს პრობიოტიკს, მით უმეტეს, რომ აქ საქმე გვაქვს ცოცხალ მიკროორგანიზმებთან და მათი წარმოების დროს, რა თქმა უნდა, რეგულაციები, მოთხოვნები ძალიან მაღალია. მეორე გვეუბნებიან, რომ მნიშვნელობა აქვს რა კონკრეტული შტამები შედის შემადგენლობაში და მნიშვნელობა აქვს ასევე შტამების რაოდენობა, სადაც რა რაოდენობის ცოცხალი კოლონია წარმოქმნელი ერთეული შედის, თქვათ, დღიურად მისახებ დოზირებაში ამა თუ იმ ფარმაცევტული პროდუქტის. და ერთ მნიშვნელოვან დეტალს უსვამენ კიდევ ხას, ეს არის შენახვის პირობები და გვეუბნებიან, რომ კარგი ხარისხის პრობიოტიკი შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ უნდა საჭიროებდეს და ის ისეთი მაღალი სტანდარტით უნდა იყოს ნაწარმოები, რომ შიგნით აი ამ ბაქტერიებთან კი ბატონო, თან შენარჩუნებული ქონდეთ აი ეს კოლონიზაციის უნარი, ესე ვთქვათ და თან გამძლე იყვნენ გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ და მათ შორის ტემპერატურის მიმართაც და მე ძალიან ამაყივა, რომ საქართველოს ბაზარზე გვაქვს აი ამ კრიტერიუმებს რომ აკმაყოფილებს ისეთი პრობიოტიკების და პრებიოტიკების ჩამონათვალი და GM Pharma, რომელიც გახლავთ საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია, გვთავაზობს პრობიოტიკების ორ, ესე ვთქვათ, დიდი ბრენდის ქვეშ გაერთიანებულ პროდუქტებს, ეს არის ლაქტოჯის ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ლაქტოჯი Forte და ლაქტოჯი Kids და კოლერინის ბრენდი აერთიანებს კოლერინს და კოლერინ ჰიდროს. ლაქტოჯი Forte-ზე, ნუ ბევრს ახლა მე არ ვისაუბრებ, უბრალოდ მე ვიტყვი ერთ მნიშვნელოვან ხაზგასასმულ დეტალს, რომ აი ყველა შემთხვევაში, რაც კი ჩამოვთვალეთ ახლა ჩვენ ეს ფარმაცევტული პროდუქტები, რომელსაც GM Pharma გთავაზობთ, ყველა მათგანი შეიცავს კონკრეტულად იმ შტამებს, რომელზეც არსებობს კვლევები და მტკიცებითი მედიცინა უმაგრებს ზურგს, ასე ვთქვათ, ამ შტამებს და არც ერთი მათგანი არ შეიცავს პირობით პათოგენურ ფლორას მაგალითად, რომ თქვათ იქ ემპირიულად დანიშნვის შემთხვევაში ჩვენ რაიმე რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი პაციენტი, ხომ? ლაქტოჯი Forte-ზე თუ ვისაუბრებთ, ეს კაფსულირებული ფორმაა, რომლის ერთი კაფსულა 5 მილიარდ ცოცხალ კოლონია წარმოქმნელ ერთეულს შეიცავს და ეს საკმაოდ ესეთი რაოდენობა, ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ კოლონიზაცია დროულად და სწრაფად მოხდეს. ლაქტოჯი Kids უფრო ბავშვებისთვის შექმნილი ფორმაა, რომელიც გამოშვების ფორმაც მისი ფლაკონია, მზასითხია, უბრალოდ თავსახურზე ხელის დაჭერა უნდა, გემოვნური თვისებების სასიამოვნო აქვს და ის გარდა, თქვათ, აი ამ სასარგებლო მეგობარი ბაქტერიებისა დამატებით ასევე ბეჭდგუფის ვიტამინებსაც შეიცავს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორივე შემთხვევაში ლაქტოჯი Forte-შიც და ლაქტოჯი Kids-შიც გარდა აი ამ ჩვენი მეგობარი ბაქტერიებისა, იგი შეიცავს ასევე მათთვის საკვებ ნიადაგსაც, ანუ იმისთვის, რომ მათი კოლონიზაცია კიდევ უფრო სწრაფად მოხდეს და ასეთ პროდუქტებს
პროდუქტებს, სიმბიოტიკებს ვეძახით ხოლმე და ნუ ორივე ლაქტოჯიფორტეც ქიციც გახავთ სიმბიოტიკი. და ეკას მიერ ნახსენები შტამი სახარომიცის ბულარდი, რომელიც მართლაც ლიტერატურაში მას ეძახიან ყველაზე კარგად დოკუმენტირებულ და შესწავლილ შტამს, რომელზეც უამრავი კლინიკური კვლევაა ჩატარებული და GM Pharma აი ამ სახარომიცის ბულარდს აწარმოებს, ესე ვთქვათ, უბრალოდ GM Pharma-ს დაკვეთით გერმანიაში, ჩვენი პარტნიორი საწარმო Welt Pharma აწარმოებს კოლერინის და კოლერინის ჰიდროს სახელწოდებით. კოლერინი ეს სუფთა სახის სახარომიცის ბულარდია, კაფსულირებული ფორმა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია გამოვიყენოთ და კოლერინი ჰიდრო, რომელიც განსაკუთრებულად მოსახერხებელი ფორმაა იმ დროს, როცა ჩვენ ერთის მხრივ გვინდა რომ დიარეის სწრაფი კუპირება მოვახდინოთ და მეორეს მხრივ აი ეს დეჰიდრატაცია, კი ბატონო, ავირიდოთ თავიდან და რეჰიდრატაცია დროულად მოვახდინოთ, იმიტომ რომ კოლერინ ჰიდროში შედის დამატებით ასევე ელექტროლიტები, ის ასე ვთქვათ მინერალები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია და რომლის დანაკარგისაც ყველაზე მეტად გვეშინია, როცა დეჰიდრატაციაზე ვსაუბრობთ. ძალიან სასიამოვნო ჟოლოს არომატი აქვს კოლერინ ჰიდროს, ერთ ჭიქა წყალში ერთი პაკეტი იხსნება და ასე ვთქვათ მზაფორმით უკვე გამზადებული ხსნარის საგემოვნო თვისებებიც არის ძალიან სასიამოვნო. ბავშვებთან გამოყენებისთვის. GM Pharma-ს აი პრობიოტიკების ჩამონათვალში მოიძებნება როგორც საპროფილაქტიკოდ, ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეის საპროფილაქტიკოდ, რომ ვთქვათ იგივე ლაქტოჯიფორტე, ლაქტოჯიკიცი, რომელიც შეგვიძლია დავიწყოთ ანტიბიოტიკის პირველივე დღიდან, ანტიბიოტიკოთერაპიის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ნაწლავური მიკრობიოტა და უკვე განვითარებული დიარეის შემთხვევაში სახარომიცის ბულარდი, რომელსაც კი ბატონო კოლერინის სახელწოდებით, რომელსაც აქვს მართლაც მაღალი მტკიცებულება დიარეის დროს, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი ეტიოლოგიის დიარეის დროს, უბრალოდ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ანტიბიოტიკ ასოცირებულ დიარეაზე. და ეფექტურად პრინციპში ახორციელებს თავის საქმეს. ანტიბიოტიკი თუ ინიშნება, იმავე დღიდან აუცილებელია რომ დაინიშნოს პრობიოტიკი. თამარ, ეკა ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში წარმატებით. წარმატებები.